სახელები მე დავარქვი ორივე შვილს. თომა მე დავარქვი რაღაცა ურწმუნო თომას ამბავში. რაღაცნაირად მეგონა რომ შვილი არ მიჩნდებოდა თუ არ მყავდა თუ ვერ მყავდა თუ რაღაცნაირად. მამა გაბრიელის საფლავზე დავიწყეთ სიარული მე და ანუშკამ და მალევე მოხდა თომას ამბავიც რა, მალევე გაჩნდა. ნენესაც მე დავარქვი ნენე, ქართულ სახელს ვეძებდი და ნენე თვითონ დედას ნიშნავს რა, შინაარსი, თვითონ დედა არის. ნენე მოვნათლეთ ნენეთ. არ ვიცი რანაირი პრეცედენტი დაუშვეს, მაშინ მონასტერში ვიყავით. აი ნენე მოვნათლეთ თომას დაბადების დღეზე. რაღაც ერთი დღე აქვს, ხო, 15 სექტემბერია. მე ოქტომბერი თქვი რა? არა, სექტემბერია ამეჭრა იქ ამბავი. ეხლა რო თქოს მამა ჩემი დაბადების დღე არის. ნენეზე იკითხა მოძღვარმა რომ რა დავარქვათო და მე ვთხარი ნენე ქვია თქო და ანუ არ მახსენდებაო წმინდანიო როგორ ანუ ასე მითხრა არ მახსენდებაო და მე ვთხარი იქნებ თვითონ არის წმინდანი და ამის სახელი და არქვა სხვებმა თავის შვილს მაგარია ზა ეგეც ხო არის რა ზუსტად ანალოგიური სიტუაცია მქონდა ნენეს უნათლავდა მაგრამ ყოფილა ხო 24 დეკემბერს არის ყოველ ქართველთა წმინდანთა დღე და ნენეც არის და მოვნათლეთ ბარბარობას და მამა მოგითხრა რომ აი ცოტა ულამაზოდ გამოვა ბავშვების ფარველი წმინდანის დღეს ვნათლავთ და ბარბარე რო არ დავარქვათ და ნათლობის სახელი ქვია ბარბარე. თორე ისე ნენეა